ფოტოები. მე როგორც ნახე ერთ-ერთ ინტერვიუში და ფოტოებიც ნახე. როდის იყო ეს, როდის გამოიყურებოდი ასე და უბედურებას ნამდვილად ვერ დავარქვა, მე არ მაქვს ეგეთი დამოკიდებულება. ბავშვობიდან მსუქანი ვიყავი, სულ ვიყავი მსუქანი. წარმოიდგინეთ ხალხო, შეხედეთ. მსუქნესი ადამიანი ვიყავი სულ. მაგრამ ანუ სკოლა რომ დავამთავრე და მერე უნივერსიტეტში რომ ვისწავლე, ეს პერიოდი იყო რაღაცა პიკი, როგორც ჩანს ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ეს მე არაფერი მიგრძვნია, იმიტომ რომ ჩემს გარშემო ადამიანს არასოდეს უთქვამთ, რომ მე ვარ მსუქანი და მე შველა მჭირდება. ანუ არ მიმიღია ეგეთი შენიშვნა. თვითონაც არ გაწუხებდა. ეს პრობლემად ვიყავი და ანუ ერთხელაც ძალიან შევწუხდი რა, არ ვიცი რამ შემაწუხა და რა მოხდა და დავდექი სასწორზე და მივხვდი რომ 100 ბევრად კარგად გადავცდი. აი მაშინ მივხვდი და მაშინ დავინახე რომ რაღაცა მჭირდა და ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ეს იყო ერთადერთი სტრესი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მახსენდება ესე მძიმედ. მივხვდი რომ უნდა ვუშველო საკუთარ თავს, მაგრამ დიეტა რომელიც იწყება, ვიღებთ 100 გრამ ხაჭოს ან 100 გრამ რაღაცას უკვე ჩემთვის არის განწირული, იმიტომ რომ არ შემიძლია 100 გრამი ხაჭო თუ 100 გრამი რაღაცა. ამ დიეტაზე ვერ დავდგებოდი, ვიცი? ანუ რა უნდა მეკეთები, რაღაც უნდა შემერჩია ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ, მე გამიადვილდებოდა და მივხვდი რომ უნდა გავხდე ხაჭაპურით, ტორტით, კუჭმაჭით და გავხდი ხაჭაპურით, ტორტით და კუჭმაჭით. ანუ 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს და 3 საათის შემდეგ არ ვჭამდი არაფერს 4 წლის განმავლობაში. შუადღეს 3 საათამდე ჭამდი ყველაფერს, კუჭმაჭით, ხომებს, ნაყინებს, წინაღამე რაც დამესიზმრებოდა, იმას აუცილებლად ვიხდენდი მეორე დღეს 3 საათამდე და ძალიან მარტივად, ანუ გამიადვილდა ეს დიეტა, იმიტომ რომ არ არსებობდა რაღაცა, რასაც ვერ შეჭამ 2 წელიან არ გენატრებოდა არაფერი ამ დიეტის განმავლობაში, ხო, მაგრამ ამ დიეტით რაღაცა პერიოდი გავხდი 30 კილო დავიკელი და დანარჩენი 20 კილო მე უკვე ვეღარ დავიკელი ამ დიეტით, იმიტომ რომ შეიჩვია როგორც ჩანს ორგანიზმი ამ რაღაცა ჯოჯოხეთს და მე უკვე სხვადასხვა დიეტები ვცადე და ის დანარჩენი 20 კილო მე მასე დავიკელი. ძალიან ბევრნაირი მეგრელი ქალის ასე ვთქვათ იმიჯის მორგება შემიძლია.